გამარჯობათ მეგობრებო, გავაკეთოთ გაშლა გრძნობებზე, ჯერ ვნახოთ მისი ენერგიები, თქვენ ჩაფიქრებული პიროვნების ენერგიები, ენერგეტიკული ორაკულით. რა ენერგიებშია თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, ვნახოთ რა ენერგიებშია ფიქრის მომენტშია თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობს თქვენ ჩაფიქრებული პიროვნება, ესე დაღვინებული კაცივით ფიქრობს, რაღაცა სტრატეგიებს სახავს, რომ დაალაგდეს მისი ცხოვრება უნდა რომ დაალაგდეს და ამისათვის ძალიან ბევრს ფიქრობს, თუმცა ეხლა მაინც ფიქრის მომენტშია და თან შებოჭილ მდგომარეობაშია, წარსულზე აქვს ფიქრები, სხვათა შორის წარსულზე ძალიან ბევრს ფიქრობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. აქ მასზე რაღაცა მაგიური ზეგავლენა შეიძლება გქონდეს თქვენს პიროვნებას შემოკარგებო და თითქოს არაფერი არ ხდებოდეს მის ცხოვრებაში, უბრალოდ არის ფიქრის მომენტში შემოკარგებო. მას ახლა სექსუალური ცხოვრებაც კი შეიძლება არა აქვს, აქ ესე ჩანს, უნდა რომ რაღაცა კარიერაც დაალაგოს, ფინანსური კარი გაეხსნას თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. ეხლა არც პირადი აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. საერთოდ მის ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ყველანაირად არის შებოჭილ მდგომარეობაში თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ნახოთ ეხლა რას გრძნობს თქვენი დამი, ნახოთ რას გრძნობს თქვენი დამი. რას გრძნობს, რა გრძნობები აქვს თქვენ დამი, ზომიერებას იცავს, შეიძლება ეხლა თქვენ შორის არაფერი არ ხდებოდეს, ზომიერებას იცავს, თუმცა ფიქრობს, რომ მოვიდეს, ფიქრობს ნამდვილად, რომ მოაჭრას თქვენთან, მაგრამ იცით როგორი სიტუაცია, განდეგილი ეხლა შეიძლება თავის თავში არის მარტო ჩაკეტილი და ძალიან ბევრს ფიქრობდეს, როგორ მოვიდეს, თუმცა ეჭვიანობის მომენტებიც აქვს თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. მოდი აქ დავსვათ კითხვა, უყვარხართ? დავსვათ კითხვა ასეთი, უყვარხართ? გაბრაზებულ მდგომარეობაში ხართ, ეხლა გიყურებთ, რომ თქვენ ხართ გაბრაზებული და თქვენ შორის არის ეხლა პაუზა, მაგრამ მაინც ნახეთ უყვარხართ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას და ახალი საწყისიც უნდა რომ მქონდეს, თუმცა ამ ახალი საწყისის იმედი არ აქვს. ეხლა ძალიან დაბალ ვიბრაციებშია თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და როგორ მოიქცეს ნამდვილად არ იცის და სხვათა შორის აი ამაზე ძალიან ნერვიულობს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება, თუმცა უყვარხართ, ნამდვილად უყვარხართ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას. თვითონ არის თავისი ცხოვრებისეული პრობლემები აქვს შემოკარგო და აქედან გამომდინარე უბრალოდ არ შეუძლია, რომ ნაბიჯები გადმოდგას ეხლა აქტიური თქვენკენ. ნახოთ კიდე რას გრძნობს. ფინანსური პრობლემებს დაალაგებს თუ არა, იცის რომ უნდა მოვიდეს, მაგრამ ნახეთ ჯერჯერობით ძალიან უჭირს მოსვლა, იმიტომ რომ რაღაც პრობლემები აქვს, როგორც ვახსენე და თასების მეფე უყვარხართ თქვენს ჩაფიქრებულ პიროვნებას ნამდვილად. და როგორ არის იცით, აქ სურს რომ ერთად იდგეთ, მომავალი აშენოთ ერთად ნამდვილად და ასე ფიქრობს და გრძნობს, რომ უყვარხართ შემოკარგებო. ნახოთ ეხლა ორაკულით რას გეტყოდათ ახლა თქვენ შორის, რადგან პაუზა, მოდით ნახოთ რას გეტყოდათ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ნახოთ რას გეტყოდათ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება ახლა. თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება რას გეტყოდათ? მე ვიციო, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთებაო. მე ყველა დეტალი მახსოვს იმ დღისო, მაგრამ ეხლაო ჩვენ გვჭირდება, რომ ერთმანეთი გავუშვათო. მეო შენ უფრო ახლოს ხარო ჩემთან, ვიდრე სხვა ადამიანიო, ესეთ რაღაცას გეუბნებათ თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და მე მინდაო, რომ ვიყოთო მეგობრებზე უფრო მეტიო, რაღაცა ტრანსფორმაციას გადის ახლა თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება და რაღაცა მყარი გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ აქვს. მოდით ესეთი კითხვა დავსვათ ეხლა, აქ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ მასთან,
თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ მასთან, რომ დაალაგდეს ეს ურთიერთობა, თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ, რომ დაალაგდეს. თქვენც არ აქტიურობთ, ჩემო კარგებო, რაღაცა საზღვრები გაქვთ დაწესებული, ან რაღაცა არ მომეკაროს პონტი გაქვთ ბრჭყალებში, ესეთი სიტუაციაა. თქვენ უნდა მოჭრათ ეს მდგომარეობა, და უნდა გააქტიურდეთ, ჩემო კარგებო. იცით როგორი სიტუაცია, რაღაცა წყენები უნდა გაუშვათ. წყენები უნდა გაუშვათ, რომ ახალი საწყისი გქონდეთ ამ ურთიერთობაში და რაღაც იცით როგორ არის, დავაზუსტო აქ. ნახეთ როგორ არის, წყენები უნდა გაუშვათ, ჩემო კარგებო, რაღაცა თქვენს კარიერულ განვითარებაზე უნდა იფიქროთ და ნახეთ, უნდა აგრძნობინოთ ამ ადამიანს თქვენი დაკარგვის შიში. ამ ადამიანს გაუჩნდება თუ არა დაკარგვის შიში, კი ძალიან ინერვიულობს, მაგრამ გააქტიურდება. თუმცა მას უნდა აგრძნობინოთ კიდევ ერთი, რომ გინდათ ეს ურთიერთობა. კი, გინდათ ეს ურთიერთობა, მაგრამ დაკარგვის შიშიც უნდა გაუჩინოთ ამ ადამიანს, რადგან თქვენი ურთიერთობა დაალაგდეს. დაალაგდება თქვენი ურთიერთობა, ვნახოთ. დაალაგდება თქვენი ურთიერთობა, ნუ ასე თუ მოიქცევით, რა თქმა უნდა. დაალაგდება თქვენი ურთიერთობა, ვნახოთ. დაალაგდება. ჯერ განდეგილი იქნება თქვენი პიროვნება, მაგრამ აღდგება აუცილებლად ურთიერთობა თქვენ შორის და რა იქნება. სასიყვარულო ვიბრაციები გაქვთ, ჩემო კარგებო, ანგელოზის მფარველობა გაქვთ, უბრალოდ მასზე იქნება მაინც რაღაცა ფინანსური პრობლემები და შეიძლება იმდენი ყურადღება ვერ მოგაქციოთ თქვენმა ჩაფიქრებულმა პიროვნებამ და აქედან გამომდინარე ცოტა გაბრაზდეთ, იეჭვიანოთ, მაგრამ მაინც ანგელოზის მფარველობა გაქვთ ამ ურთიერთობაში და მაინც ძალიან ბედნიერები იქნებით.